მე კონტენტ კრეატორი ვარ და რა თქმა უნდა ეს არის ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში ჰეითერი აზორიკას თვალით. მე კონტენტ კრეატორი ვარ. როგორც კი დილით ვიღვიძებ, უფასოდ ვცემ პასუხს ანზორიკას ყველა იმ თემაზე, რაც ჩემი პროფესია და სხვები ამაში ფულს მიხდიან. რადგან თუ უფასოდ არ დავეხმარები, შეგაგინებო. მე კონტენტ კრეატორი ვარ და უფასო ვიდეოებს იმიტომ ვიღებ, რომ ვალდებული ვარ ანზორიკას დავეხმარო, რადგან ინსტაგრამი ხელფასს მიხდეს. მე კონტენტ კრეატორი ვარ. მე საყვარლად და ზრდილობიანად ვპასუხობ ყველა შეურაცხყოფას. აბა რა მეგონა ცნობილი რო ხდებოდი. ზუსტად მაგაში მიხდის ინტერნეტი ფულს. რომ საშუალება მივცე ხალხს, ნეგატივი ანთქიოს ჩემზე. რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით ნეგატივზე ნეგატივით ვპასუხო, იმიტომ რომ მე ხო ადამიანი არა ვარ, მე კონტენტ კრეატორი ვარ. მე კონტენტ კრეატორი ვარ. მე ფულს ინტერნეტიდან ვშოულობ და როგორ ვშოულობ? ღმერთი მიხდის ფარადაის ტრანსფერით. რას ქვია როგორ ვერ გავიგე. მე კონტენტ კრეატორი ვარ. სანამ ჩემი მეგობრები თუნდაც ერთ დღეს არ გაატარებდნენ ჩემთან ერთად, მანამდე ეგონათ რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი დღის განმავლობაში. და მართლებიც იყვნენ. ჩემს სკამსა და საჯდომს შორის მართლაც დაფინავს დოლარები. აი სულ ხდება ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ტაილანდური ბატებია და ნერვები მეშლება. საღამოს ძალიან დავიღალე, ამიტომაც ოცნების კუნძულზე წამოვეკვატე. კომენტარებში წავიკითხე თუ ამდენი ფული გაქვს, ბარემ მე ჩამირიცხეო. და მეც გადავწყვიტე თუ რამე ზედმეტი მომრჩა, იმის მაგივრად რომ ჩემს განათლებაში, სამომავლო ინვესტიციაში ჩავდო, ან თუ დახმარება ჩემს ნათესავს ან მეგობარს დავეხმარო. ანზორიკას უნდა ჩაურიცხო, თორე შემაგინებს ან ყველაზე უარესი ან ფოლოუს გამიგეთებს. მე კონტენტ კრეატორი ვარ. მე რა რომ ვიდეოების დაგეგმვას, გადაღებას, მონტაჟს, ატვირთვას, ხელფასების გადახდას თანამშრომლებისთვის დღეში საათები ჭირდება. და მე რა რომ ეს ჩემი სამსახურის ნახევარია. მეორე ნახევარი კი კონტენტით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხობ, ვატარებ კონსულტაციებს, ვეხმარები არსებულ კლიენტებს და ასევე ვქმნი ახალ ონლაინ კურსებს. ასე დამთავრდა ჩემი ერთი დღე და დაღლაც ვერ მოვასწარი. იმიტომ რომ დღეს განმავლობაში არაფერი მიკეთებია და ზუსტად ვიცი რომ გავიღვიძებ ბალიშის ქვეშაც უეჭველი ფული დამხვდება.